ბევრს აღარ უნდა ჩვეულებრივი შიგაწვისძრავიანი ავტომობილი, უმრავლესობა ოცნებობს ჰიბრიდზე, მაგრამ ჰიბრიდს აქვს ის მინუსი, რომ არ შეუძლია ჩვეულებრივ ჰიბრიდს მხოლოდ ელექტროსვლით სიარული. ბევრს უნდა შესაბამისად ელექტრომობილი, მაგრამ ელექტრომობილს თავისი მინუსი აქვს. როცა შორგზაზე მიდიხარ, გჭირდება გაჩერება, დამუხტვა, მინიმუმ 9 საათი და ასე შემდეგ. ეს მანქანა არის არაჩვეულებრივი ჰიბრიდი. არაჩვეულებრივი ჰიბრიდი და რას გულისხმობ? ეს არის დამუხტვადი ჰიბრიდი. ანუ არის ჩვეულებრივი 2 და 5 შიგაწვის ძრავა, პლუს ჰიბრიდი ელექტროძრავით, რომელიც იმუხტება და შეუძლია რომ გაიაროს ჩვეულებრივი ელექტროსვლით 76 კილომეტრამდე მანძილი. მაგრამ თუ შორგზაზე წახვალთ, არ გჭირდებათ გაჩერება და დამუხტვა, იმიტომ რომ არის დამუხტვადი ჰიბრიდი და უკვე ჩვეულებრივი ძრავაც მუშაობს და პრობლემა არ გაქვთ. გადიხართ იმდენ მანძილს, რამდენს გინდათ. ანუ მივდივართ იქამდე, რომ ეს არის არა მარტო არაჩვეულებრივი ჰიბრიდი, არამედ ფაქტობრივად ოქროს შუალედი ელექტრომობილსა და ჰიბრიდ შორის, აღარ ვამბობ უკვე ჩვეულებრივ შიგაწვისძრავიან მანქანებზე. და რაც თავარია, მისი სიმძლავრე არის 327 ცხენის ძალა, ჯამური სიმძლავრე, ანუ 2 და 5 ჩვეულებრივი შიგაწვისძრავა პლუს ელექტრომოტორი და ვიღებთ 327 ცხენის ძალას. აჩქარება თუ გაინტერესებთ 100 კმ/სთ-მდე 5.9 წამში.